ლიკვიდირებულია ცნობილი კრიმინალი. მარეკ დუდაევი გორის რაიონში სამჯერ გასტროლით მოკლეს. დუდაევის ცხედარი მიტოვებულ შენობაში მის მშობლიურ სოფელ ზემო არცევში ნახეს. კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობაში ბრალდებული ამავე სოფლის მკვიდრია. ცხინვალის მილიცია ვაიჩესლავ კაზიევს ეძებს, რომელიც თვითაღიარებული ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმალება. ასე გამოიყურება ოკუპირებულ ზემო არცევში მდებარე ყოფილი კლუბის შენობა, სადაც ცნობილი კრიმინალის ცხედარი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით მარეკ დუდაევი გუშინ ამ შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მასთან თანასოფლელი მივიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა. ქურდი იყო შვილო, ხალხს ახოცამდა. ციხეში რამდენი წელიწადი გაატარა. იცი? მე რავი გამოვიდა და აღარაფერი დაუშავებია იმის მერე. ახლა ჩვენ სულაც არ ვიცნობთ იმ მარიკას, აი გადმოცემით ვიცით, ის აი ზემო არცევშია. ახლა ვისაც ზუბი ექნებოდა, ალბათ ემუქრებოდა, ახლა თუ ვიღაცა მოკლა, მაგათაც ალბათ ემუქრებოდა. და დრო იპოვა ვიღაცამ და მოკლა. დაძდებდა ხალხს ხანიას, უშრებოდა ხანს, და აი ხელი მოუკვდა. იმაში შენობაში ნახეს რომ მკვდარიო და რა ვიცი და როგორ არის. მარეკ დუდაევს ოკუპირებული ზემო არცევის მოსაზღვრე სოფელ ქვეშის მოსახლეობის ნაწილი დადებითად ახასიათებს. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც დუდაევმა საქართველოს ციხე დატოვა, მის შესახებ ბევრი აღარაფერი სმენიათ. ადგილობრივებმა არ იციან თუ ვის შეიძლებოდა მოეკლა ცნობილი კრიმინალი და რა მიზნით. აი ვიცი რომ ციხეში გვეკივიცა, ციხეში რა იყო ვიცი. ეგ თბილისში მოიხადა მაგან ვალი, საწელი გაატარა ამდენი არის რა. და დანარჩენი აბარავი მე და. დილას პირობაში ვარ და 13 წელი ესროლეს და დილას რო დავიცი. მე შესახედობით ვიცნობდი ეს აღნაგობით ვიცნობდი. რა, შემთხვევით არაფერ დაუშავებია რა სიმართლე. ჩემ ოჯახისთვის ცუდი არ იყო ცუდი პიროვნება და ახლა სხვებისთვის რა ვიცი კაცო. ყველასთვის კარგი ხო ვერ იქნებოდა. ცხინვალის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დუდაევს მისმა თანასოფლელმა 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევმა ესროლა. კაზიევს ამ დრომდე ეძებენ, მის წინააღმდეგ საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღზრული. ოკუპირებულ რეგიონში ფიქრობენ, რომ სავარაუდო მკვლელმა ეგრეთ წოდებული საზღვარი გადაკვეთა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარა თავი. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კი ცხინვალი ქართულ მხარეს დუდაევის სავარაუდო მკვლელის გადაცემის მოთხოვნით მიმართავს. ზემო არცევის მკვიდრი მარეკ დუდაევი 2004 წელს ქართველმა სამართალდამცველებმა რამოდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელ ახსურების ნომერ მე-7 დაწესებულებაში დუდაევმა მხოლოდ 9 წელი გაატარა. ცნობილი კრიმინალი საქართველოს ხელისუფლებამ პატიმრობიდან ამინისტიის საფუძველზე 2013 წელს გაათავისუფლა.